ყურადღება, ძვირფასო ტელემაყურებლებო. გაგაცნობთ ერთ სამწუხარო ინფორმაციას. ზებრა, ზვიგენი, ხალებიანი ირემი, ავსტრალიური ლემური, აფრიკული ჭიანჭველჭამია და დალალებიანი ირაკლი კობახიძე იუწყებიან, რომ სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა ბიძინა ივანიშვილი. თან ნეტა განახად, რა სახლიდან გავიდა. კარგად დააკვირდით ფოტოს. თუ სადმე შეამჩნევთ მსგავსი პირის სახის მქონე ადამიანს, რომელიც ისე გიმზერთ თითქოს თქვენგან რაღაცას უნდა გამორჩეს, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ტელერედაქციას. მასთან თემოსაკეთილი ადამიანის მანტია, ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ მიღებული შევერცხლილი თმა, ღია იასამნისფერი ფრანგული პიჯაკი გულისპირთან სტაფილოს წვენის მომცრო ლაქით, ღრმაჯიბეებიანი იტალიური შარვალი და ფეხუცებზე 20 ნების დეპუტატებისაგან დაკოცნილი 36 ზომის ფეხსაცმელი. გაგაცნობთ დაკარგულის ბოლო საბანკო ოპერაციას. 20 საათსა და 46 წუთზე მან მთელი ქონება სრულიად უცნობ საკუთარ თავს გადაუფორმა, ხოლო თავის საწყის თავს მხოლოდ 200 მილიონის მცირედი ხურდა დაუტოვა. აქვე შეგახსენებთ, რომ ის ზურგხედიდან ძალიან ჩამოგავს მსახიობ ჯენიფერ ლოპესს, იგივე ჯეი ლოს, რადგან ის 200 მილიონი უკანა ჯიბეებში უყრია. გავრცელებული ინფორმაციით, მან რეზიდენციას საკუთარი ვოლგით დასტოვა, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ შორს ვერ წავიდოდა. კარგად დააკვირდით მის მოძრაობებს. თუ სადმე შემთხვევით ვინმე მსგავსად გამოგიცეკვებთ, აუცილებლად შეგვატყობინეთ. მისი ამოცნობა შეიძლება რამდენიმე თვალშისაცემი აქსესუარითაც. მას ხელზე ჰკიდია პიერ კარდენის ჰალსტუხი და ფეხზე მთელი ქვეყანა. ზემოთ აღნიშნულებიდან უფრო ჰალსტუხს დააკვირდით, რადგან ფეხზე დაკიდებული ქვეყნის ზემოდან ქველმოქმედება აქვს გადაფარებული. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თუ მსგავს პიროვნებას სადმე ქუჩაში ფეხით მოსიარულეს წააწყდებით, დაუძახეთ, შეაჩერეთ და სთხოვეთ დახმარება. თუ უარით გამოგისტუმრათ და ამავდროულად შინაგანი სიამაყეც არ შეგილახათ, ესე იგი ნამდვილად ის არის. შეგახსენებთ, ელიავას ბაზრობა, ლილოს მისადგომები, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ზოგადად ისეთ ადგილებში, სადაც გასაჭირი და ხალხის უბედურებაა, ძებნას ნუ დაუწყეთ. თუ რაიმე ინფორმაციას შეიტყობთ, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ ტელერედაქციაში. ან სახლის მისამართზე, სოლოლაკის აღმართი, მეორე შესახვევი, ან სოფელი ჭორვილა, რუსთაველის 12, ან შეკვეთილში სასტუმრო პარაგრაფში, ან აბასთუმანში, ან რაჭაში, ან წყალტუბოში, ან საფრანგეთში, რუსეთში, მალაიზიაში, მოკლედ სადმე აუცილებლად გვაცნობეთ. საით წავიდა, რატომ წავიდა, რომ წავიდა, ვისთან წავიდა, რა გზას ეწევა, დეპუტატები ტირიან, დაბრუნდი, ვიცი.